დღევანდელი სახარება ეხება ტიბერის ტბაზე მომხდარ სასწაულს მათემატიკურ სახლს აღწერილი. ზოგადად რამდენიმე ასპექტი შეიძლება გამოყოთ ამ სახარებიდან, რაც ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ სულიერ ცხოვრებაში სასარგებლო და ყურადსაღები არის. როდესაც 5,000 ადამიანი დააბრუნა მაცხოვარმა, ეს ხალხი დიდ აღტაცებაში შემოვიდა და დააპირეს, რომ მეტი რა გვინდა, მოდიო ეს ფავდესო მეფე და რადგან საზდეს და საჭმელს და სასმელს არ მოგვაქვს და ეს ხალხის ეს აზროვნება და ესეთი სხვა მიმართულება დაინახა მას, რომ ყოველთვის გაუკლდა ქვეყნიურ დიდებას წითალი და ამიტომ წამოიყვანა განვარიდა ამ ხალხს მაცხოვარმა თავისი მოწაფეები, თვითონ გამართულდა მთაზე ავიდა და ლოცვით გამართულდა და ეს მოწაფეები შევიდნენ ზღვაში. სწორედ აი ამ შუაგულ ზღვაში მოხდა ის სასწაული, რომელიც აბობოხდა, ამოავდა ქარი, აბობოხდა ეს ზღვა და ეს ნავი, სადაც ეს მოციქულები იყვნენ, ძლივს ეკავებდნენ, რომ არ ჩაძირულებდნენ, რა სრულიად ვერ ჩაერქვა. ეხლა რა ნიშნება, რატო არის სახარება დღეს, რატო გვახსენებს, ეს არის მთავარი, რომ ზოგადად სხვა ადგილასაც არის ნახსენები, მაცხოვარი, როდესაც ნავზე არის და სინავს და უცებ ქარიშა კალთებში, რომ დაიწყებს ეს ნავი ნავთებით მივარდნას და რამის არის, რომ ჩაიცილოს. ზოგადად სხვა არის სწორედ ის ჩვენი ცხოვრება, გარშემო რაცა ხდება, 1000 ნებები, 1000 განსაცდელები, ეს არის სწორედ ეს ობოქრობა, ეს რაღაც ეს ტალღები, ხვის ეს ტალღები, სწორედ აი ამას განასახიერებს და ეს არის თავად, რომ ნავი კიდე არის სწორედ აი ჩვენი ეს სულიერი მდგომარეობა, ჩვენი სული, რომელიც ხანიქით ეს ტალღა ხანიქით მიახერხებს, ხანაქეთ მოახერხებს. აი ეს თავის ჩვენი ეს განსაცდელები, ხანსად წაგვიყვანს, ხანსად ჩვენი ნებები, ხანსად ჩაგვწია, ხანსად მიგუყვანს, ხანსად მოგუყვანს, ეს არის სწორედ და რა არის აქ მნიშვნელოვანი, რომ აი ეს გარკვეული პერიოდი ესე განსაცდელში იყვნენ მოციქულები და ებრძოდნენ აი ამ ქარიშხას, აი ამ შტომს ებრძოდნენ ესა, მაგრამ გარკვეული პერიოდი მაცხოვარი აყოლებს და ამიტის მათთან. და აქედან აი ეს არის დასანახი, რომ ხშირად ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც დაეშვება რაღაც განსაცდელი, რაღაც პრობლემა ჩვენ ცხოვრებაში იქნება. რაღაცა პერიოდი თითქოს ისეთი შეგრძნება აქვს ადამიანსა, რომ თითქოს არ ისმის მის ლოცვას, უფალიც კი და რაღაც ესეთი ისა, ეს აი სპეციალურად თითქოს ეს არის სპეციალურად შეგნებულად აკეთებს მაცხოვარი ამაზე, რომ ეს ადამიანი გამოიცადოს, გამოიწვოს წმენაში, ის მინდობაში, ზედმეტად თუ აი რაღაცა განკლავებაში, რაღაცას რომ შეეჭიდები, მაგრამ აი როგორც სახარებაში არის, რომ შუა ღამისას უკვე ძალები გამოელიათ მოციქულებსა, რომ შეენა დაეჭირათ ამ თავისი ეს ნავი შეენარჩუნებინა და არ ჩაძირულიყო ამ ზღვაში, არის უკვე გაუსაძლის მომენტამდე მივიდა. მეფმა არ დაუშვა მათი ჩაძირვა და მივიდა უკვე მათხანა და როდესაც შევიდა, ავიდა ნავზე, დაცხრა ყველაფერი და დამშვიდდა და ეს არის სწორედ, როცა აი ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში რომ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, რომ ხშირად ეს განსაცდელები, ხშირად ეს რაღაცნებები, ასეთი პრობლემა, რაც ჩვენ სულიერ ცხოვრებაში ხდება ხოლმე წინა, შეიძლება ერთი შეხედვით რაღაცა რთული გამოგვადგეს, რაღაცნაირად შეუძლებელი იყოს ამის დათმენა, მაგრამ უფალი არ დაუშვებს იმასა, რომ ამან დაგვიტანოს და ამ რაღაცამ დაგვიტანოს, რადგან რაღაცა პერიოდით მერე უცებ მიდის მაცხოვარი, ისევე მოდის ჩვენთან უფალი და თავარი რა არის, რომ როგორ მიიღებ და როგორ იმას ისა, როგორ გეყოფა მის ნების ყოფა, რომ აი უფალი ავიდა ნავზე და დამშვიდა. ეს არის სწორედ მინიშნება იმისა, რომ როდესაც რაღაც პრობლემა გაქვს, უნდა მიენდო უფალსა და უფალს უნდა გავხსნა გული. თუ გინდა რომ რაღაცა შენ გარშემო შენი ის დამშვიდდეს. აი უფალთან როცა ხარ ადამიანი, მეორე საკითხი
და მეორე ეს რა არის აქ თავად სახარებაში განყოფილი, როდესაც გაიგებენ, რომ მათ ცხოვარი მე ვარ გეშინია შეშინდებიან, რომ დაინახავენ ზღვაზე მავას უკარსა რა ცხოვარი ნუ შეშინდებით მე ვარ, რომ თავისუფლად გავიქო და პეტრე ეუბნება, რომ თუ შენ ხარ უკარო მიწანე გადმოვიდეო და აი როდესაც დარტავს ნებასა და დაიწყებს წყალზე სვლას პეტრე უცებ რაღაც მომენტში გაიაზრებს ამ ყველაფერს და სად დგას და შიში დაიწყება ეს ხარი ძლიერი ხარი ხოლმე და შეეშინდება სახარებაშია და დაიწყებს ჩაძირვასა და რა არის აქ თავარი ადამიანი როდესაც უფლისკენ აღწევება და ადამიანი რომელიც გონება უფალს უკავშირდება და უფალზე ფიქრით არის და ესენი ის ცხოვრებაში ესეთი სწორი მიმართულება როცა უჭირავს ადამიანს უფალთან მის გარშემო ის რაღაცა აბობოქრების რაღაცა განსაცდელები, ის რაღაც ნებები, იმაზე იმდენად ვეღარ მოქმედებს, იმიტომ იმაზე მაგალითად პეტრე დადიოდა წყალზე, ამათ ვირთებოდა, აი ამ შტორმი ასეთ წყალზე, ის როგორც ჩვეულებრივ ეს ხმელეთზე გაიარო, ისეთ მიდიოდა პეტრე, არანაირად ისა, რადგან მას ჰქონდა სწორება და მას გონებით ის იყო და როდესაც ცოტა ის გონება მოარიდა, როდესაც სხვა რაღაცა შევიდა უკვე მის გონებაში, რომ აქსა და რაღაცა შიში შემოვიდა, რაღაც გაიაზრა და რაღაცისა შეეშინდა, უკვე დაიწყო ჩაძირვა და უკვე დაიწყო ადამიანის ცხოვრებაში ესე რაღაცა ცოტა თუ მოუშორდები, გონებით თუ ცოტა მოერიდები, აი ყოველთვის ყოველთვის ცდილობს ხოლმე, რომ რაღაცა გონებით ისახავს, რატო არის რომ ადამიანის უმეტესობა 97%-ს როცების დროს აქვს გონება გახმართულობა და ის არ გონებით ჩვენ ბოროტი ამით გეცის რომ როდესაც როცაზე გეხარ შენ თუ გახარ გონებით დაუკავშირდი უფალსა და მთლიანად ჩართული იყავდე მაშინ ის დიდ სარგებელს მიიღებდა და დიდ სიკეთეს მიიღებდა მაქსიმალურად ცდილობს ამ გონებით მაინც მოგარიდოს იმითარო რომ ეს მერე რაღაცა ეს გონე უფალს ისა მოშორდება პრემია მერე უკვე იწება ის ჩაზე უკვე მერე ის განსაცდელი ნებები ყველაფერი რაც შენ გარშემო იყო მერე შენს გეხება უკვე და ვეღარ უკვე იცილები იმაში უკვე ვარდები იმ სოდვაში უკვე ვარდები როდესაც მერთან აღარ გაგხსოვნება წმინდანის სწორედ ეს ჰქონდათ ეს ყველაზე მეტად რომ მთელი ის ასასადուն აკეთებდნენ რაც იყო გონება ყოველთვის დაკავებული იყო მერთან საუბარი ხოცვითა და ვერცვე ფიქრითა და იმიტომ იცავდნენ ამით თავსა და იმიტომ ეს ბოროტი მაინც ეს რაღაც სხვადასხვა ეს პრობლემებს ერთი მართლად ესეთ სოდოში ვარდებოდნენ ეს არის სწორედ თავარი და აი ეს ამიტომ ჩაიწერა მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რა არის რომ შეიძლება ჩაიწერო შეიძლება ხავა შეიძლება დაეცე სულიერ ცხოვრებაში ეს არავის არ უქმნის რაღაცა განსაცდელმა შეიძლება დაგიტანოს რაღაცა ეგონება ადამიანები ვარ და მაინც ესე სულ ესე ვერ იქნება გონება აქეთ და ესე მიდის მოდის მაგრამ შეიძლება დაეცე მაგრამ აუცილებლად არ უნდა დაკარგო ის იმედი და ზმნა აი დაიწყო ჩაძირა და პირველი რაც გააკეთა პეტრემ ის იყო რომ უფალო მიშვედე უფალო მიხსენეო და ერთმანეთს გაუწოდა ხელი ხშირად ჩვენი პრობლემა რა არის რომ ხშირად მერქის გამოსდობით ხელს არ ვიჭირდები და არ ვიძდობი ეს არის მთავარი ადამიანი არის პრობლემაში ადამიანი დიდ განსაცდელში არის რაღაც დიდ ცოდვაში და ეს თავისი სტერეოტიპები თავისი სტიგმები რომ თავის თავს გამოუტანოს განაჩენი მარტივად ცდილობს ხოლმე ხალხი გადოს მე არაფერი მეშველება და რაც არ უნდა ველაპარაკო რაც არ უნდა თუ დახარჯო როგორც არ უნდა აი სახარებიდან აფასიკიდან ისაკნა მაინც არანაირად არ ცდილობს რომ რაღაცას ჩაეჭიდოს და რაღაცას ეზაკნას არა მნიშვნელოვანი საიდან ვისგან გამოგიწვდეს ღმერთი ეს მაინდამაინც ხო არ უნდა დაველოდოთ ღმერთი რომ ჩამოვიდეს და ისახო ადამიანი ჩვენ გვესაუბრა ხან ვიღაცის განგვეტყვის რაღაც ჯერს ხან რაღაცა ის იქნება აუცილებელია რომ ყველანაირად ეცადო რომ იქიდან ამოხვიდო ყველა საშუალო ვიღაცა კეთილჩევას გეტყვის მოწვარი რაღაცას დაგარიგებს ის უნდა გაითვალისწინოს კი არა რომ მე არაფერი მეშველება და რამდენს უყვარს და რამდენს აქვს ჩემთვის ეს რომ და ამით ვერ განთავისუფლებულ ადამიანი რომ აბა ესე ვარ ესე მოვიქეცი ისეთ იმაში ჩავარდი ეს როგორც დამემართა ეს კიდე ამ პარტნიორს ხალხი ის არის თემა რომ როგორ დამემართა რას ნიშნავს ახლა ადამიანი ხარ და რაღაცა ისეთი დამემართა უნდა შეეძლოს ფესზე წარმოდგენა მაგრამ პეტრე სწორედ აი ესე იქცევა რომ ვერც მიმართოს დახმარებისთვის და მერტი არ აპონეს დახმარებას მერტი არასდროს შეაპონეს როგორც თუ დაგინახავს რომ შენ რაღაც მეტად ბიჭის უძრეცხოვებაში სადღაცა ვერ იცილებ იმას ვერ ამოდიხარ იმ რაღაცა მორევიდან
აი ვიდან აი ესეთი რაღაც ცოტის აი 1000 მორევიდან და შენ მეც მიმართავ შესაშველად მეც მიმართავ დახმარების გადაც აუცილებლად გამოგიწვის ეს ვიღაცის ხელით გამოგიწვის ხელს და თავარია ამას ემდო ამას ისაგნა ჩაიჭიდო და ამოხვიდე და გააგზავნო სკოლისგან და გააგზავნო სკოლის მიმართულება ეს არის სწორედ აი სახარების ეს თავარი ასე სწორედ ეს არის ჩვენ ამ წინას ვიმტკიცეს ეს როგორ უნდა მივენდოთ უბრალოდ როგორ უნდა იყოს აუცილებლად ჩვენი ქრისტიანული ერისმორება რომ ღმერთთან როცა ღმერთი როცა შეიშვებ მეც შენთან აუცილებლად შენ გარშემო ის რაღაც სხვადასხვა განსაცდელები და ისინი ნელ-ნელა შეგდება წნარდება და იმდენად აღარ გეხება შენ როგორც და იმდენად არ გაწვარებს ისე როგორც თქვა ღმერთისგან მოშორებით იყო და როდესაც ღმერთს მხარ დაშორებული ეკლესიაში ხარ ზიარები სიტყვას ვერისმე რაღაცა ბევრი ესეთი ისინი როცა არის მე უკვე ის განსაცდელები პატარა განსაცდელიც უკვე ძალიან გაშფოთებს ძალიან რაღაცა ძალები აღარ რაღაცას დაუყრავდე ეს არის სწორედ და იძიები და ვიღაცა ხდები რომ საშველად მაინც ესახმაროთ ხო მეც დახმარება და აი ეს არის სწორედ აი ეს უნდა გვახსოვდეს რომ თუ რაღაცა იქნება თუ რაღაც ეს ჩვენი ცხოვრების ყოველთვის ესეთი ბოლოქალი არის და ყოველთვის ბოლოდია არის არის ჩვენი და არ შეიძლება ყოველთვის რაღაცა განსაცდელში რაღაცა მახეში ვარქოვნე ყოველთვის მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია უნდა დავიცოთავი უბრალოდ ნიდობით უფლის დიდი წმინით სასწორებითა და ის არის აუცილებლად რა თქმა უნდა ხელს გამოგვიწვის და ამოგვიყვანს იმ განსაზღვრებით და იმ განსაზღვრებისაგან ეს არის მთავარი აზრი და ღმერთმა ესეც მენა შეგწინოს და ღმერთმა ესეთი მინდოდა შეგწინოს ესეთი სიამოვნე შეგწინოს რომ როგორც აი იყო ამას ვინმე ახლა გაქცევდა ახალი სამეცნიერო კურსი თემის ვახშამი და იქაც აი როგორ აჩენს ხო როგორი ის არის რომ ინდობილია მთლიანად აქ თავისი სიადარით მიყვება მიდის რომ ნახოს ღმერთი და ნახავს კიდევ რომ ღმერთსა და ესე ცოცხლადაც ესაუბრება ეს არის ჩვენი წინა ამაზე და იყოს დაფუძნებული რომ არაფრის შიში არ აქვს როცა ღმერთთან ახლა ნაკლებად აქვს შიში ყველაფერს არაფრიში და ასე შიში რა არის სადაც ვამდევა იქ ახდენებს პრობლემებრივად ყველანაირად ესე არის და თავისი სიადარით და თავისი იმით ესაუბრება ღმერთსა და არც პირის გადაწერა იცოდა სწორედ არც არაფერი ხათერსაც ისე ვერ ცნობდა ისა მაგრამ ჰქონდა დიდი აი ეს რაღაცა სპასისუფთავი ჰქონდა გულისა და ღმერთი ყავდა გულში და ეს იყო მთავარი და ღმერთის სიყვარული ჰქონდა და იმიტომ იყო რომ სწორედ აი მე იმ გზაზე და იმაზე შეხვდა და ღმერთმა მიიღო თავისგან ეს არის მთავარი ამ ყველაფერთან გამომდინარე მთავარი რა არის აი შიში არა როცა ღმერთთან ახლა გონებით აი სამამდე პეტრეს გონებით ღმერთთან იყო და ის არანაირი შიში არაფერი ვერაფერი ვერ მოქმედებდა მასზე არც ის ხარი მოქმედებდა არც ის აღერთებული ტალღები სხვისა და არაფერი არ მოქმედებდა სანამ გონებით დაკავშირებული იყო ღმერთთან და სხვა არაფერი არ აფიქრა გარდა იმისა რომ ისულიყო უფალთან და ეს არის მთავარი რომ ჩვენსა თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად დამშვიდეთ ჩვენს გარშემო რაღაც ნაკლები განსაცდელები და რაღაც ის სიმშვიდე იყოს აუცილებელია რომ ვეცადოთ რომ უფალს მივენდოთ უფალს დაუკავშირდეთ და უფალთან როცა ვიქნებით აღარც შიში გვექნება არაფრისა აღარც ამ ცხოვრების შიში არც მომავლის შიში არაფრის შიში აღარც შემოვა ზოგადად და უფალის იმედი როცა გექნება მე უკვე თავისუფლად გავანაბიჯებს ყველაფერზე და ყველაფერზე მაღლაც გები მე უკვე ეს არის მთავარი აზრი და ღმერთმა ეს წმენა ეს იმედი აი ესეთი სიარასის უფავი გულისა შეგვწინოს ღმერთმა და ყოველთვის აი შეგვაძლებინოს რომ უფალთან ესეც სიახლოვე გქონიყოს და უფალთან ესეთი ცოცხალი დამოკიდებულება და ცოცხალი წმენა გქონიყოს როგორც აი თუნდაც იმ ფილმშიც როგორი ის არის როგორც ცოცხლად ესაუბრება და როგორც ის ესაუბრება ისიც რომ არ იცოდა ჩვენ როგორი ადამიანი იქონა და როგორი ის არის მიუტანს ვახშამს მიუტანს ეს არის ჩვენ და მოდი გავიგოთ ვეყოფა ის და ეს არის სწორედ აი ესეთი სისულთავი და ასეთი ის ღმერთმა შეგვიძინოს თავადი ეს არის და თუ ესეთი წმენა და მინდობა გვექნება უფალიც დაგვიცავს და უფალიც უნდა შეგვეცევა ჩვენ სულიერ ცხოვრებაში დაგლოცოთ გადაცილოთ ღმერთმა და შეგეცევათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი წმინდა ნიკოლოზი გესწრებოდეთ და გადამოგეცოთ წმინდანში რაც თავარია დაგლოცოთ და გადაცილოთ ღმერთმა 14-ში